გამშვების ბოლოს კულტურა ქრონიკების სტალინიზმის ეპოქიდან ხვალიდან კლუბ ფრონტლაინში საბჭოთა წარსული სამსახველი ფილმების ჩვენებები იწყება. ეროვნული არქივის საცავში დაცული ნამუშევრები საქართველოს ახლო წარსულზეა და ბელოდისადმი მაშინდელი საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს. პროპაგანდისტული ფილმების საინტერესო ფრაგმენტებსა და მეოცე საუკუნის 50-იანი წლების კინო არქივზე ლიზა ციციშვილი გვიამბობს. გასული საუკუნის 50-იან წლებში შექმნილი პროპაგანდისტული საბჭოთა ფილმის მთავარი გმირები პატარები არიან და იოსებ სტალინისადმი მიძღვნილ დაწერილ ლექსებს საზეიმოდ კითხულობენ. მეორე ფილმში კი ქრონიკას სტალინის სიკვდილით შეძრული ბავშვები აღუბეჭდავს. კინოჟურნალი ნორჩი თაობის 1953 წელს გადაღებული გამოშვებები ეროვნულ არქივშია დაცული. ჩვენი ფილმები, რომელსაც არქივში ვინახავთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაკვეთით იქმნებოდა და გარკვეული იდეოლოგიის, ანუ კონიუნქტურული ფილმებია, მაგრამ დღეს საშუალებაც გვაძლევს, რომ სწორედ აი ეს კონიუნქტურა დავინახოთ. ანუ რამდენად ძლიერი იყო საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა. წლების წინ გადაღებული კინომასალა დღევანდელი გადმოსახედიდან ზოგჯერ ღიმილის მომგვრელი შეიძლება ჩანდეს, თუმცა თანამედროვე მაყურებლისათვის იგი საბჭოთა კინომემკვიდრეობის უკეთ გაცნობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა. ადამიანი ნორმალურად როდესაც უყურებს ამას, ხვდება, რომ ამის უკან დგას გაწვრთნილი ადამიანები და ხედავს, რომ სულ პატარაობიდანვე მათ წვრთნილი ეს არ არის თავისუფალი ადამიანი, არამედ არის ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო შემდგომში ამ კომუნიზმის მაშენებელი. საბჭოთა წარსული სამსახველი ფილმების ჩვენება ფრონტლაინ კლუბში ხვალ გაიმართება. ფილმები, რომელიც ეროვნული არქივის საცავებიდან შეარჩიეს, შესაძლოა განსაკუთრებით საინტერესო საბჭოთა ეპოქის მკვლევარებისთვის იყოს. თუმცა უბრალო მაყურებელიც შეამჩნევს, რომ საბჭოთა წარსულიდან ბევრი რამ დღესაც ცოცხალია.